გია ხუხაშვილი პოლიტოლოგი არის ჩვენთან გადაცემაში სტუმრად. მოგესალმებით ბატონო გია, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. რა თქმა უნდა, თქვენთანაც უნდა დავიწყო საუბარი იმ ვიდეო კადრებით, რომელიც ნათლად ასახავს პოლიციელების მხრიდან ძალადობას მოქალაქეებზე. ამას არ სჭირდება არანაირი სამართლებრივი შეფასება, სულ რომ სამართლებრივი საფუძველი ქონდეს სამართალდამცავს, რომ დააკავოს პირი. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება, რატომ ვერ შეძლო 20-მდე პოლიციელმა ეს გაეკეთებინა ისე, რომ არ დასჭირვებოდათ პირის ცემა, წიხლების, ასე ვთქვათ, რტყმა მისთვის და ასევე ფიზიკური სიტყვიერი შეურაცხყოფა. გაქვთ თქვენ მოლოდინი, რომ ამაზე პროკურატურა იქნება თუ ეს თუ გენერალური ინსპექცია თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო ან ქართული ოცნების პოლიტიკური თანამდებობის პირები ექნებათ როგორც სათანადო სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური რეაგირება? პირველ რიგში გეტყვით, რომ ეს არის ძალიან ძიმე საქმე და უბრალოდ მინდა გარკვეული ასოციაციები გამოიწვია, ხო? მოგეხსენებათ, რომ სააკაშვილის რეჟიმის ცვლილებაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ორმა საქმემ, ხო? პირველი იყო გირგვლიანის საქმე, რომელმაც, ესე რომ ვთქვათ, შეურაცხყოფა მიაყენა, ხო? მაღალჩინოსნის ცოლს, რის შემდეგაც პოლიციელებმა გაიყვანეს და ცემით მოკლეს რა, ანუ იმდენი მოკლა იქ არ ყოფილა მიზანი, ხო? უბრალოდ ცემაში შემოაწყდათ, ხო, რასაც ქვია. და მეორე кейსი ეს არის აი ციხის კარანტინი თუ გახსოვთ, რამაც ეს არჩევნებში გარკვეული როლი ითამაშა, როდესაც ეგრეთ წოდებულ კარანტინს ატარებენ იმათ პატიმრებს, ხო? ეს რა ჩვენ ნახეთ გორში, აი ამ ორივე საქმეს ძალიან გავთ, ხო? ეს ადამიანი როგორც ჩანს, ესე რომ ვთქვათ, იმის გამო იქნა ნაცემი, დაპატიმრება, ეს ვითომ ცივი არა, ეს ყველაფერი არის ტყუილი, ხო, ეს ყველას კარგად ესმის. მოყვა რას? ალბათ, რომ იგრძნეს თავი შეურაცხყოფებად, რაღაცა ეთყობა შეეპასუხა რაღაცა ქნამამ და შენ ვის უბედავ და აი ამას მოყვა ეს ეხა დიდი ბოდიში იქ რო კამერები არ ყოფილიყო, არ არის გამორიცხული ისეთი სისასტიკე ვნახეთ ჩვენ, ისეთი აგრესია ვნახეთ, რომ შეიძლება ესეც შემოწმდომოდათ, ხო? უბრალოდ დაინახეს, რომ კამერები იყო და რაღაც მომენტში გაჩერდნენ. თორე რო გაიგრძელებინათ ცემა, ამასაც მოკლავდნენ, აბა რა იქნებოდა, ხო? ეს რაც შეეხება აი ამ გირგვლიანის საქმის რა მოახდინა გირგვლიანის საქმესთან ასოცირებით. ძალიან მძიმე უნდა იყოს ხელისუფლებისთვის, როდესაც აი ასეთი პარალელის გავლება ხდება თუნდაც გირგვლიანის საქმესთან, სწორედ აი ამ ერთი კონკრეტული შემთხვევის და кейსი ამით დგავს, რომ იქაც იყო შეურაცხყოფა და შეურაცხყოფაზე სამართალდამცავების მხრიდან ანგარიშწორება, ხო? იქაც იგივე кейსი იყო, უბრალოდ იქ ფატალურად დასრულდა, აქ ფატალურამდე არ მივიდა საბედნიეროდ, ხო? ეხლა რაც შეეხება მეორე, აი კარანტინის თემა, რატო გიხსენებთ, იმიტომ რომ აქ გამოჩნდა უკვე სისტემური დანაშაული, ხო? ეს კარანტინის თემა რატო იყო მნიშვნელოვანი? რომ იქ იყვნენ მაღალჩინოსნები პოლიციის და ატარებდნენ ერთად, ხო? ანუ სისტემური სახე ჰქონდა ამას ყველაფერს და ამ ფაქტსაც ესწრებოდნენ. დიახ. დავინახეთ სისტემურობა, ანუ აი ამ ორივე საქმეს აერთიანებს აი ეს გორის ეპიზოდი. ხო, ამის გამო ეს იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზი, რის გამოც სააკაშვილის ხელისუფლება შეიცვალა. აი ეს ხალხი ჩვენ კოპენჰაგენზე გველაპარაკება. ეხლა რაზე ფიქრობენ, იცით? პოლიტიკური ხელმძღვანელობა აიგეთ თქვენ გინდათ ახსნათ ის მიზეზი, რის გამოც ჯერ განცხადებები არ გაკეთებულა არც შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან. ეხლა რა არის იცით სისტემა რაზე დგას? ხო, სისტემისთვის გაწირვა თავისი წარმომადგენელი ძალიან რთულია, იმიტომ რომ სისტემების ამ ტიპის სისტემები დომინოს პრინციპით არის აწყობილი, ხო? რაღაცა რო გაწირო, ამას შეიძლება რაღაც ესე რომ თქვენ ჯაჭვური ძალიან ნეგატიური რეაქცია მოყვეს, იმიტომ რომ ამ შემსრულებლებზე დგას სისტემა და ეხლა შემსრულებელი ერთი თუ გაწირე 10-მა შეიძლება მე რაღაცებს ხელი არ მიმიწეროს. ამიტომ გაწირვა
შემსრულებლის რთული საქმეა. თუმცა ჩვენ აი იგივე გირგვლიანი საქმეს გავიხსენებთ, ხო, როდესაც ძალიან აგორდა და ეს აღშფოთებენ საზოგადოებაში, ადგილდა ეს შემსრულებლები დაიჭირეს, ხო, სასათბურე პირობებში ვიყავდათ ციხეში, რაღაც ფულიც გადაუხადეს, როგორც ამბობენ, ხო, კომპენსაცია მისცეს, შეპირდნენ რომ მალე გამოგიშვეს და ეს შემდეგ და ეს შემდეგ, ხო? დაახლოებით, ეხა ხელისუფლებას ვერ გადაუწყვეტია, ჯერ რა გზით წავიდეთ. ეხა ამ კაცს, ამ წესიერ კაცს როგორ ჩანს, ხო, შეტენონ ბოლომდე რომ ეს არის ტერორისტი, მამაძაღლი, რაღაც დანაშაულებები შეტენონ და ბოლომდე მიაწვენ ამას და სისტემური დანაშაული რაღაცნაირად აი ძალისმიერად გადატეხონ და წაუყრუონ. ან არის მეორე ვარიანტი, რომ ფორმალურად ვიღაცებს შეახოცონ ხელი. დიდი ბოდიში, მაგრამ იქ იყო 10-12 კაცი, ხო? და ნახეთ, აი სადიზმის დონე ნახეთ რა, ვიღაცები როგორც ცნობილია, სამხარეოს უფროსიც იქ იმყოფებოდა, ანუ ხელმძღვანელი პირებიც ესწრებოდნენ ამ ფაქტს, თუ არ მონაწილეობდნენ არიის ციხის კადრებში, ციხის უფროსი იყო და ამ შემდეგ და ამ შემდეგ. ეს აჩვენებს სისტემურობას. ამ დანაშაულის სისტემურობას. და ნახეთ როგორ ხდება ვიღაცები რომ ურტყავდნენ ამას პროექტო. ვიღაცები გამოევლიდნენ, მოდიოდნენ საიდანღაც. სპეციალურად რომ ციხლი ჩაეზიოთ რა, მეტი ფუნქცია არ ქონდათ იმათ, ხო? აი მოდიოდნენ, რომ იმათაც ციხლი ჩაეზიოთ. სხვაჩერს კობახიძემ ძალიან მოკლე კომენტარი გააკეთა ამ თემასთან დაკავშირებით და მან თქვა რომ ნახეო ეს კადრებიო და აბსოლუტურად მიუღებელიაო და შესაძლოა კობახიძე ელოდება დირექტივას ეხლა. კობახიძე ვინავი ის დაკარგვია, კობახიძე ვინ არის? ელოდება დირექტივას. რა ქნან ეხლა გაწირონ ვინმე არ გაწირონ? რო გაწირონ ეს შედეგის მომტანი იქნება თუ არა? რამდენი უნდა გაწირონ, ხო? ეხლა ერთი კაც თუ დაიჭირეს 12 ურტყავდა. ეს ხო არ იქნება სამართალი, ხო? კი ბატონო. ანუ ფაქტობრივად მთელი გორის პოლიცია უნდა დაშალონ ეხლა. იმიტომ რომ ყველა იქ იყო მთელი გორის ხო, დარწმუნებული ვარ, ამაზე მეტი თანამშრომელი არც ეყოლება გორის პოლიციას და რა ვიცი, მთელი სამმართველო თუ არა, უმეტესობა მაინც. მოკლე კომენტარი, იმიტომ გააკეთა, რომ თვითონ არ იცის, ხო, ელოდება დირექტივას. დირექტივას ელოდება როგორ მოიქცეს. ანუ წავიდნენ ერთი სცენარი თუ მეორე სცენარი. აი სამართლებრივ სახელმწიფოში რომ ვცხოვრობდეთ, წესით როგორ უნდა იყოს, როგორ უნდა ნაწილდებოდეს ასეთ ფაქტზე, როგორც სამართლებრივ ისე პოლიტიკური პასუხისმგებლობა. აი მართლაც სად არის შინაგან საქმეთა მინისტრი, რატომ არ აკეთებს ამ დრომდე განცხადებას? ნორმალურ ქვეყანაში ესეთ ფაქტზე შინაგან საქმე მინიმუმ შინაგან საქმეთა მინისტრი არის გადამდგარი. მინიმუმ ნორმალურ ქვეყანაში რა. როდესაც სისტემურ დანაშაულთან გვაქვს საქმე, სისტემურ ხაზს უსვავ. ეს არ იყო ერთეულოვანი დანაშაული, ეს იყო სისტემური დანაშაული, რომელშიც იყო პოლიციის ხელმძღვანელობა ჩართული და შესაბამისად სისტემა აი ამ ტიპის კრიმინალურ დანაშაულზე დგას, ხო, ეს ამის გამოხატულებაა. ანუ შინაგან საქმეთა მინისტრს აქვს დიდი პრობლემა საკადრო ამბებში, ხო? ანუ ესეა პოლიცია სტრუქტურირებული შესაბამისად ის იზიარებს არა მხოლოდ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, ხო? შეიძლება უფრო მძიმე პასუხისმგებლობაზეც იყოს აქ ლაპარაკი.